მოგესალმებით, გრძელდება ჩვენი პოდკასტების სერია, მეოთხე კედელი, მე ტრადიციული წამყვანებით, მე ლევან აბდუშელიშვილი და ბატონი კოტე ჩლაიძე. ხო, პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ, ჩართეთ ზარის ღილაკი Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. და ზოგადად დავამატებ, რომ თუ გიყურებთ, დაგვალაიქეთ, რა უნდა ამ დალაიქებას ვერ ხვდებით. თუ მოგწონთ, რა თქმა უნდა, თუ არ მოგწონთ და ისე მოგწონს, უყურებ, დაალაიქე რა, რა მიდის შენგან ვერ გავა. ჩვენ ეს ნამდვილად გვაძლევს ენთუზიაზმს და თან არ ვიცი, კარგია, თუ უფრო მეტი მაყურებელი გვეყოლება, ჩვენს უფრო ხნედ და ხშირად ჩავწერთ ეპიზოდებს და უნდა ვთქვათ, უნდა წარვადგინოთ ახლა ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, სხვა შორის პირველი რეჟისორი ამ პოდკასტში, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მერვე ეპიზოდში პირველად მოვიწვევთ რეჟისორი და ეს ადამიანი არის გიგა ლიკლიკაძე. გამარჯობა გიგამ. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა პირიქით შენ რომ მოხვედი ჩვენთან და რა თქმა უნდა საუბარი გვინდა რომ დავიწყოთ ღორით ფილმით, რომელიც, არ ვიცი, შენთვის თავიდანვე თუ ხვდებოდი რომ ამ ესეთი რეზონანსი, ესეთი პოპულარული იქნებოდა, თქვა, თანამედროვე ქართულ კინოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმია ღორი, ხო? ფართო აუდიტორიაში. და მოდი პირველ რიგში მოგვიყევი, როგორ გაჩნდა ამ ფილმის შექმნის იდეა და შემდეგ ის დეტალები, რაც მაყურებელმა ნაკლებად იცის ამ ფილმის შესახებ. სიმართლე გითხრა, ვერც ვიოცნებებდი, რომ ღორი ფილმი ასეთი პოპულარული იქნებოდა, გაკეთდებოდა უამრავი ხუმრობა, მინი. თქვენი დედა მოთხან, ღორი რა შემყალეთ მინდა? სურვილი მქონდა, მაგრამ დიდი მოუდინი ამის არ მქონდა. ძალიან მიხარია, რომ ასე მოხდა. იდეაც, რა ვიცი, ბევრჯერ მომიყოლია. თქვენი შვილი არის ჩვენთვის. სიუჟეტი. გავიჭირეთ ქურდობაზე. კახეთ ის ტელევიზიას სამასლიერო მოიტანა. აი ამ სიუჟეტმა მომცა ინსპირაცია. ეს რომელი წელია დაახლოებით? 2013. და ამ სიუჟეტში ხდებოდა ის, რომ რაღაცა გამტაცებლები ითხოვდნენ გამოსასყიდ თანხას 300 ლარს. 300 ლარს, კი. და ეს იყო იდეა, რაზეც შემდეგ შენ მოიფიქრე პერსონაჟები, ხო? იქ ანუ ვინ ჩანდა ამ სიუჟეტში? ამ სიუჟეტში ჩანდა გატაცებულის დედა, გატაცებულის და თვითონ გატაცებული არ ჩანდა, ამათი ოჯახი ჩანდა, ეზო სახლი. ისე გადაიხადეს თუ რა მოხდა? ხო, ეგ ისტორია როგორ დამთავრდა, საინტერესო. ორი დღე ყავდათ და მე დაეძინათ იმათ და ეს გამოიქცა. დაახლოებითო ქონია ფაქტიურად ისე რა. კი, და ღორს მოგცევთ ფული არ გვაქვს, ეგეც იმ სიუჟეტში იყო, ანუ ეგეც არ არის მოფიქრებული. და ეს ბიჭი არ ვიცით ვინ არის რეალურად დღემდე, ვინც გაიტა და ეს გამტაცებლებიც, ანუ არ დაუკავებიათ. არა, დაიჭირეს. 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 რამდენი მილსერი, რაღაც ეგ დეტალები ხო არის? 4-დან 6-მდე თუ რაღაც. თან უპოვნეს ბევრი ტელეფონი, ანუ ბევრი ხალხი ყავდათ გატაცებული და ყველას ართმევდნენ ამ ფანრიან ნოკიებს. თან ეს ფანრიან ნოკიები, რომელიც ფილმში ჩანს, ანუ ესეც აქედან წამოსული არის ამ. ისედაც ეგ ტელეფონი უნდა ქონოდა, როცა ვიღებდით რაღაც მაგ პერიოდში ტელეფონების განვითარების შკალა ისეთი იყო, რომ ეგ ტელეფონი უნდა ქონოდა ბაჩანას. აი, ეს პერსონაჟები მაინც ხო ფურცელზე არსებობ, თავიდან რაღაც შენს წარმოსახვაშია, როგორი უნდა იყოს ბაჩანა, მაგალითად. და მოდი მოგვიყევი, როგორ იპოვე ბაჩანა, რომელიც არ არის მსახიობი, ხო, ბაბუ ხუციშვილი და როგორ მიხვდი, რომ აი ეს უნდა იყოს ის პერსონაჟი, რომელიც აი ამ სიუჟეტში მოისმინე ამ ადამიანის ისტორია. იმიტომ რომ ვიზუალურიც არ იცოდი როგორი იყო, იმიტომ რომ არ ჩანს ამ სიუჟეტში, ხო? კი, ბაბუ ნახე პირველად ავტობუსში. და თავის ქორთან ერთად იყო და ქორთან ერთად იყო მაყურებელს რო აუხსნათ, მაინც ბაზიერია და თავის მეგობარი ქორი სადღაც მიყავდა. ტიპია მოდის ავტობუსში ქორით, ეგრევე იმჩნევს. მე რო ავედი უკვე ასულია ზის და აი მთელ ავტობუსში ყველა მხრიდან ეკითხება ხალხი, აი როგორ უნდა გამოვზარდოთ, რამდენ ხანში დადებს კვერცხს, როგორ უნდა და ეს უამრავ კითხვას ყველას იჭერს და არ ეზარებოდა და ყველას პასუხობდა. და მთელი გზა, რა ვიცი, 1.5 საათი არ გაჩერებულა ეს ბიჭი. გავხედე ვიზუალურად რაღაც მომეწონა, საინტერესო ტიპი იყო. და მივხვდი რომ აი თქვათ ამას თუ გავაჩუმებდი
რაღაც შინაგანად ვერ მოისვენებდა მაინც და რაღაც მეტყველებაში შეიძლება გადასულიყო სხეულის ან რაღაც ოღონდ თუ გავაჩუმებდი ხმას თუ არ მოიღებ და იმ ენერგიას მე რაღაცნაირად მაინც გამოასხივებდა და მე რაღაც აი რა უთხარი რომ აი ავტობუსში დაინახე და მე შენ ფილმში უნდა გადაგიღო არა თავიდან უთხარი რომ აი რაღაც ქორებზე მაინტერესებს მეთქი ტელეფონი ჩავიწერე მე შევხვდი მე წავაკითხე სცენარი ცოტა ვილაპარაკეთ კინოსთანაც რაღაც შეხება ქონდა მანამდე გადაღებული იყო რამოდენიმე აი ძალიან დამთხევა იყო რომ პირველად ხო ბაკურიაში ვარ ჩვენ ფორუმზე ღორი და ბაბუც ხო იყო და მამულიასაც ყავდა გადაღებული ხო თავისი ქორი და მამულია მანამდე იყო მამულიასთან მანამდე ავტობუსში რომ ნახე მიდიოდა კინოსტუდიაში რეპეტიციაზე და ბაბუ ისეთ პონჩი იყო რა ფორუმზე ორ კინოში უი ერთ იგივე ფორუმზე იყო ხო ორივე ფილმი ახლა ორ ფილმში იყო გადაღებული რა შევა ახლა სად არის ახლა წასულია პოლონეთში რაღაც ჩიტების მამლევად მუშაობს თავის პროფესია. ალბათ ბევრი რაღაცა შეიცვლებოდა, ხო? ახლა შენი დაწერილი პერსონაჟი თქვა სცენარში რაც ქონდა, მე ბაბუ მოირგო თავის თავზე თუ არა, ბაბუ ძალიან ნიჭიერი მსახიობია რა, კარგად შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი როლი და სცენა და ფაქტიურად მომყვებოდა ბევრს მეკითხებოდა რას რატომ ვაკეთებთ მაგრამ საბოლოოდ ის გააკეთა რაც დაწერილი იყო მათ შორის იმ ენით ლაპარაკობდა რა დაწერა ეგ საინტერესოა ენა სცენარში იგივენაირია რა ენითაც პერსონაჟები საუბრობენ შემდეგ უკვე ფილმში აი გამტაცებლების ენა უფრო არის თვითონ მსახიობების და ბაჩანა ბაჩანა უფრო მიყვება იმას მიყვება იმას აი მახოზე და რამოზეც მოგვიყევი როგორ მოხდა მათი აღმოჩენა მახო ფოთის თეატრის მსახიობია თეატრებში შემოვიარეთ გვინდოდა გვენახა მსახიობები უფრო რეგიონის თეატრები და იქ მივაგენით და რომ მივდიოდით კასტინგ მენეჯერი მეუბნებოდა რომ აი თემო არისო რა აუცილებლად ამ როლისთვისო და რაღაც მაგანწყობით ჩავედი ვნახე მართლა როგორც წარმომედგინა ისეთი იყო რამო უფრო შემთხვევით ვიპოვნეთ ეგეც მსახიობია არა რამო არ არის მსახიობი აბა სად იპოვეს ახალციხეში თეატრში ეს მსახიობების გარდა ხალხიც დავიბარეთ ვისაც სურვილი ქონდა მოვიდოდა კასტინგზე და მოვიდა იქ და ეს მოქმედება სადაც ვითარდება ფილმში თვითონ ხო ეს არის რა ადგილია აღარ მახსოვს კასპი ხო ანუ ეს რატო გადაწყდა ეს ადგილი ვთქვათ აი ვიზუალურად რამ დაგაინტერესა და თვითონ ეს სახლი სადაც ვითარდება მოქმედება ხო აი ესეც რომ მოგვიყვება ეს რაღაცა ლოკაციის ამბავი კი აი ლოკაციას და სახლიც წარმომედგინა რომ აი არ უნდა ყოფილიყო ლამაზი ცოტა აბსურდული ცოტა დისკომფორტი უნდა წამოსულიყო გარემოდან ლანდშაფტიდან სახლის კომიკურობაც ძალიან მომეწონა იქ რაღაც ფანჯარაზე გადის კიბე უცებ რაღაც სამოწეული ცხვირი რაღაც ცოტა უცნაური სახლია და არა ლოგიკური თუ რაღაც უცნაური როგორ შეიძლება ის განტაცებლები ცხოვრობა ერთი რა გამახსენდა იცი სულ მინდოდა მეკითხა და ეხა გამახსენდა უცებ მსახიობებზე რომ ლაპარაკობ იქ რომ ეს რომ მიდის მიყვება ვიღაცას ვიღაცა დაუძახებს და მერე მიდიან ერთად ქელეხში ვიღაცას ეგ ბიჭი ეგ კინოსკოლაში მუშაობდა კი მუშაობდა ხელოვნებად მცოდნია რა ქვია მაგ გიორგი ნადირაშვილი გიორგი ნადირაშვილი ხო ნიორა ჩვენი ხო ანუ ხო ეგ მუშაობდა აი მაშინ რომ ნახე კინოში რომ ხედავ ხო მაშინ მახსენდება და ეხა გითხე პირველად გონი ყაზბეგში მუშაობდა ყაზბეგში მუშაობდა კინოსკოლაში პროექტი რო იყო ბარემ იმას კი ბატონო მაყურებელსაც რო უთხრათ გიგაც მუშაობდა მანდ და სხვათა შორის მაგ დროს დაწერე სცენარი როგორც წასული რო ვიყავი აი მაგ პერიოდში წერდი და ეს ბიჭიც ხო კარგად არის არ ვიცი კი კარგად არის მოვიკითხოთ აქედან მოვიკითხოთ ნიორ ბაბუზე მაინტერესა აი თვითონ ამ პერსონაჟი ანუ კასტინგი ყველა
მსახიობთან გაიარე, ხო? ანუ წინასწარ თქვა ყველა პერსონაჟზე ქონდა კასტინგი გამოცხადებული და აი ბაბუს პერსონაჟზეც, ბაჩანას პერსონაჟზეც, ბაბუ უკვე მსახიობია, ვინც არჩეულია. ბაჩანას პერსონაჟი, აი კანდიდატები გახსოვს, აი ვინ იყვნენ და აი რა არ მოგწონდა, აი რა არ აკმაყოფილებდა ვთქვათ ამ პერსონაჟს შენთვის. ცირა მახსოვს რომ ბევრს ვფიქრობდი, ბევრს ვეძებდი, მაგრამ აი ახლოსაც არ იყო არავინ. ვერავიზე ვერ ვთქვი რომ აი შეიძლება ეს გადავიღო თქო და მე ბაბუ ისე რაღაც ჯადოსნურად გამოჩნდა მოულოდნელად მოვიხიბლე და მე ბევრი აღარც მეფიქრია. მალევე დაიწყე. და თქვენ ეს ისიც თქვათ რომ მცირე ბიუჯეტიანი ფილმების რაღაცა კონკურსი იყო კინოცენტრში, გაიმარჯვა, ანუ low budget ფილმია. ძალიან და მანდ ვცხოვრობდით? აი მე ჩემი ასისტენტი და მხატვარი მაგ სახლში ვცხოვრობდით და დანარჩენი ჯგუფი სოფელში ერთი სახლი ქონდა ნაკირავები კიდე სახლებში ცხოვრობდით. ერთ სახლში ხო, ისინი. ერთ სახლში 15 ადამიანი. ერთ ოთახში 5-6 ეძი. და ბარემ თქვათ რამდენ დღეშია ფილმი გადაღება? 21 დღეში. 21 დღეში. საოცრად. აი, შენი აზრით რატომ გახდა ფილმი აი ახალგაზრდებში ესეთი განსაკუთრებით ახალგაზრდებში ესეთი პოპულარული, რომ აი TikTok-ზე და რაღაც სპეციალური ჯგუფებია გაკეთებული და აქტუალობას არ კარგავს და პირიქით უფრო და უფრო მეტად. ეხლა ეს კითხვა შეიძლება რეჟისორისთვის არ უნდა იყოს და რაღაცა ეს სხვამ უნდა იმსჯელოს ამაზე, მაგრამ შენი პერსპექტივიდან მაინტერესებს. ხო, კინომცემ მე უნდა მიმსჯელო თქო ამაზე, მაგრამ შენი პერსპექტივიდან რატომ მოხდა ეს? როგორ ფიქრობ? არ ვიცი. შეიძლება აი ენა მოისმინეს ისეთი რომელიც დაამახსოვრდათ, მოუნდათ და ბევრი არ არის, ხო ალბათ, კინოში ბევრგან არ აქვს. ზოგადად ხელოვნებაში ხო ყველაფერს ფილტრავთ, ვამაზებთ და ესე ველურად მოწოდებული ენა თან სასაცილოა, თან ტრაგიკული, თან უცნაური, თან რაღაც ალოგიკურიც ისეთ სიტყვებს აკავშირებენ ზოგჯერ ერთმანეთს, რომ ვერასდროს დააკავშირებდი და რავი, ალბათ ენამ პირველ რიგში. და ეს ენა მიუშვით? იმიტომ რომ ერთი პერიოდი აი განსაკუთრებით რომ ხო ძალიან ორნი აბაზანაში თუ სათხდება, აბაზანა არის. ფეხებს რო იბანენ გარეს. აი ანუ უთხარი რომ მიდი შეუბერეთ? გასაგებია რეპეტიცია რაღაც იქნებოდა, მაგრამ ხო, რეპეტიცია იყო, ტექსტსაც წინასწარ ვუკითხავდი, ზუსტად ვეუბნებოდი ადგილებს, პუნქტებს რა არ უნდა გამორჩენოდათ და შუაში აი რაც დაამახსოვრდათ ჩემი დაწერილი ტექსტიდან, იმას რამდენადაც გაიხსენებდნენ, იმდენთ იმეორებდნენ. გინებას ვიძახი ხა, გინებას. ხო, გინებაც მეც უარესი გინებებიც მეწერა. კი, მე უფრო უარესი მეწერა ნამდვილად. და მე ძალიან ბევრი ვიწვალე, რაღაც რეპივით მინდოდა ფრისტაილი ყოფილიყო ეს რომ ეტყვის, მერე ის პასუხობს, მერე ის პასუხობს, ეს ეტყვის და რაღაც და ესეთი რაღაცები ყველაფერი არ გამოვიდა, მაგრამ გამოვიდა მე ვон მაინც გამოვიდა. კი, და ერთი სცენარი აღარ წამიკითხავს დიდი ხანია, მეც მაინტერესებს. ბეთლივით გინდოდა რომ ყოფილი. ხო, იყო მომენტები, რომ აი რაღაც მიასხა, მოასხა რაღაცა. აი, როცა იზეპირებდნენ, მერე ბუნებრივობას კარგავდნენ და ცოტა ხელოვნური გამოდიოდა და აგიტო გადავეწყვეთ. აი, ხო, ნუ ვით რომ ფილმი ძალიან პოპულარულია, გადაცემთ მერეც გავა, გადაფარვებად კადრები, რაღაცები ფილმიდან მათ შორის და აი მე მაინტერესებს შენ რა წაგიკითხავს ან პირადად რა უთქვამთ ყველაზე ისეთი დასამახსოვრებელი ღორთან დაკავშირებით, რაც აი ყველაზე დაგამახსოვრდა რა მოკლედ ფილმთან დაკავშირებით. აი YouTube-ის კომენტარია, ამის რეჟისორი უნდა ჩამოვატყაოთ. აი გუდამახსოვრდა ყველაზე ძალიან. ჰეიტერების ბლომად ანუ ეგ არის რა, ძალიან კონტროვერსიული. ხო, ეგ არის, კი, კონტროვერსიულია. ან ძალიან მოწონთ, ან ძალიან არ მოწონთ. და საშუალო ის არ არსებობს, ხო, ეგ ვარ. არა, თითქმის არ არის, ხო. ძალიან კონტროვერსიულია ეგ არის, რომ ვიღაცები უბრალოდ ნუ ვერ იტანენ. ეგ ალბათ ასაკობრივიც არის, არა, უფრო რაღაცა დიდი თაობისთვის, იმიტომ რომ ეს ენა, რომელიც ძალიან ყურში, ხა მე ბევრჯერ მომისმე, აი ნახე როგორ ლაპარაკობენ ქართულ ფილმებში, 60 ის სხვა ენაა, ხო, იქ
გინება მართლა არ არის, ანუ 60-იანებში, 70-იანებში არიღებდნენ გინებას. კულტურულად იგინებო, თუ იგინებოდნენ ის შეგინებაც იყო რაღაცა, მე მგონი სხეულით გამოხატული უფრო და არა სიტყვით. ანუ მე რაც მახსენდება ქართული ძალიან საინტერესო საკვლევი თემაა ზოგადად მე მინდოდა ერთ პერიოდი რომ მე გვილაპარაკია მაგაზე, მაგრამ ხო აი მიჩვეული არ იყო რა საზოგადოება, აი რატო იგინებიან არა ვიცი ხო არის ახლა რომ აი თანამედროვე ქართულ კინოში სულ იგინებიან და რაღაცა ეს რაღაცა ის შემოვიდა კი მაგრამ ნუ მაგას ვერ ხვდებიან რომ უბრალოდ ენად შეიცვალა და უბრალოდ ღიად არ ამბობდი ამ ყველაფერს და ეხლა მე აი პატარა სიუჟეტი რომ გადავიღე მე და გიგამ ხო გიგაზე იქ მახსოვს ის ბიჭი სხვათა შორის რეჟისორია დამავიწყდა გვარი ის რო ეუბნება რომ ესეთი ავთენტურიო როგორც შენ ფილმში არისო თან ეგეც მოხდა რა იმ სიუჟეტში უბრალოდ და ის ბიჭი ეუბნება რომ ესეთი უბრალოდ გაიაროს ხალხმა სოფლებშიო და მე თქვან რომ რაღაცა გადამეტებულია ხალხი გადამეტებული არ არის ხალხი უბრალოდ მაგას ვერ იაზრებს რომ კინო გონიათ მაინც მარტო რაღაც კამერა ჩაიცო და იქ სხვანაირად უნდა მოიქცე ანუ ავთენტურობა რეალურად ის არის ხო ორგანული უნდა იყოს ეს და ვიღაცას გონია რომ კინო არის ნუ ის რომ რაღაცები არ შეიძლება ესე არ შეიძლება ლაპარაკი კინოში რატო ვინ დააწესა ხო რავი თუ ხედავ რომ ცხოვრებაში ადამიანი ესე ლაპარაკობს რატო არ შეიძლება რომ კინოში ლაპარაკობს ხო ეს ხო რეფლექსია პირდაპირ არ გინახავს კინოში რო არ უნდა შეიგინო მაგაზე არა ვინ კითხულობდა მაგას აი მე არ ვინახავს კაი თუ არ გვინდა ამაზე საუბარი რა სალაპარაკო ეგარი უბრალოდ ხო ნუ ყველას თავის მიდგომა აქვს შეიძლება ხა მე არ ვეთანხმები კატეგორიულად მაგრამ რამე არ შეიძლება უკვე არ მომწონს ყველაფერი შეიძლება შევთანხმდეთ ამაზე ვისაც რა უნდა ის გააკეთოს ხო და თავარია გააკეთო კარგად რა ზუსტად დანარჩენი მართლა ყველაფერი რაც გინდა უნდა გააკეთო. თან უცხოურ კინოში ძალიან ბევრია, მაგრამ იქ საბჭოთა თარგმანებში არ იყო რა. ხო, ნუ რა თქმა უნდა ეხა, ნუ როგორ? აი, პირობითად Godfather-ში ბევრს იგინებიან, მაგრამ რუსულ თარგმანში არ არის. ხო, ეგეც ალბათ ხო. თუნდაც უცხოურიდან ყურს ისე არ გჭრის რა, როგორც ქართული გინება, ეხა იმ პრეს შენი პირველი ენა არ არის. არც ხონდა ხალხს ნანახი მაგას. ხო. შეიძლება, ეგეც არის. საინტერესოა ეხა რა, თუ რამის დასმა გინდა და მე არა, უბრალოდ ხო რა, სახალხო კინო გამოვიდა. უფრო ფესტივალზე სად იყო? ბევრგან არ იყო. კოტბულში იყო, მე ერთფილის ფესტივალზე იყო და სადღაც ერთ თვეში დაიწყო პანდემია და აი დედამიწა შოკში ჩავარდა. გაჩერდა, ხო. ისედაც არ მგონია რომ ბევრ ფესტივალს მოივლიდა, მაგრამ მაინც რამდენიმე ხო და არა თან ის ხო არის ის რაღაცნაირი ბრალდება რომ იყო საფესტივალო კინოებს იღებთო ღორი პირიქით კინო გამოვიდა სახალხო გამოვიდა კი ანუ ესთეტიკით ეხლა ნუ შეიძლება დააშორს წაგვიყვანო ამ ლაპარაკო მაგრამ იგივე დარდენების გაგახსენდეს რომელიც ნუ ძალიან პოპულარულია ფესტივალებზეც ხო ჩემთვის არის მან რაღაცა ეგ ვაიბებიც მოაგდა ნუ ენა კიდე უცხოერისთვის არ არის ესეთი თქვა ქართლს თუ მაღაზე პრეტენზია აქვს ვიღაცას რომ ამდენსატო იგინებიანო იქ ეხლა უცხოელი ამას რო უყურებს თარგმანით მე მგონი დიდად ეგ არ შეაწუხებს არა რას ფიქრობ აქვთ ეგ ის აი უცხოელ მაყურებელს რომ აი თქვა კოტბუში იყო რამეს ის ამდენს იგინებიან კაცო რა ვინ გითარგმნა კამი ჩემმა მეგობარმა და ძალიან რთულია რთული იქნებოდა ხო თარგმნა რა ეს აო ძალიან ესენი როგორც იგინებიან ეს სუფთა ქართული გინებაა და ვერც გადათარგმნი და ძალიან რთული იქნებოდა აი მაგითო ვიკითხე არ იქნებოდა ადვილი საქმე ალბათ ხო აღქმის დონეზე როგორ ფიქრობ მიიღე ანუ სწორად მიიღო უცხოელმა მაყურებელმა ფილმი ანუ ის ქსოვილი შეიგრძნო რაც თქვა შენ ჩანაფიქრი იყო და რაც მგონია რომ ქართულმა მაყურებელმა იმ ნაწილმა რომელსაც ფილმი მოწონს ძალიან კარგად აღიქვა როგორ ფიქრობ უცხოელმაც იგივეად მიიღო ნუ რა თქმა უნდა იმ დონეზე ვერ მიიღო და ვერ გაიგო როგორც ქართულმა მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ვერ გაიგო რა ემოციურად ისე დაიტვირთა როგორც უნდა დატვირთულიყო. ეხლა ძალიან საინტერესოა ამ ყველაფრის მერე ყველა ელოდება შენ შემდეგ ფილმს ხო რა იქნება და შენც უკვე რაღაც დიდი ხანი მოგიწია პაუზა გამოვიდა რამდენი 7 წლიანი ხო 2019-ის მერე და მოდი მოგვიყევი ამ შენ ჯერჯერობით განუხორციებელ პროექტზე მე-10 მოწმე ვოვა სიხარულიძის. აი ამ მიხედვით ხო
მიხედვით აკეთებ ფილმს. ეს არის წიგნი და მის მიხედვით აკეთებ ფილმს. მოთხრობის მიხედვით, კი ბატონო. მოდი მოვიყევით ჯერ რატო გაგიჩნდა სურვილი, რომ აი ამ მოთხრობიდან კინო გაეკეთებინა. აი როცა ღორის სცენარი დავწერე მიშა ანთაძესთან ჩემ ლექტორთან საუბრობდი ამ ღორზე და მაშინ მითხრა რომ არსებობს ესეთი მოთხრობა ვოსიხარულძის მიათე მოწმე და რაღაც თემატურად გავს იმასო და აი ღორის მერე რაღაც კიდე მომინდა ამ თემასთან შეხება და უფრო ამომწურავად და ცოტა უფრო მასშტაბურად დამენახებინა და რა თემასთან? ხო, მე არ მაქვს ანუ მე წაკითხული მაქვს უკვე გიგას რომელიღაცა დრაფტის სცენარის წაკითხული მაქვს, მაგრამ ხო, აი იქაც და გიორგიმაც არის როგორც ჩანს მოთხრობა აქვს წაკითხული, ეგ მითხრა რომ ანუ ადამიანი რომელიც იქაც რაღაც არ ჩანს, აქაც რა თემა, ანუ რომელ თემაზე აი რაღაც ვთქვათ მიძინებული ადამიანი რომელიც იწყებს გამოღვიძებას. ბატონო. ერთი ცენტრალური პერსონაჟი ყავს? ხო, ყავს, კი. ხო, ის უნდა იცოდე, ნუ ისეთი ამბავი. ესთეტიკა როგორ ფიქრობ, ახლა წარმოდგენი ხო აქ როგორც რეჟისორულად, თქვა ის ხელის კამერა იქნება. არა, ბევრად რთული, უფრო კლასიკური, უფრო შტატივი, სტატიკა. ტემპი, უბრალოდ ნელი იქნება თუ სტრაფი. იცი რა, აი ტემპის შეგრძნება ხო ძალიან სუბიექტურია. რა ვერც სტრაფს დავარქმევ, ვერც ნელს. აი რაღაც ტემპს ვგრძნობ. და იმედია იმ ტემპს მივაგნებთ. ხო, მაგრამ მაგ ფილმი ხო, აი სცენარი არსებობს. რავი, სცენარი კი კინოცენტრი სად არის? კინოცენტრი არ არის, ხო. მოდი მაგაზეც დავილაპარაკოთ, ხო, გინდა არ გინდა საწავალთ, ხო. ეგეც ადრე ზუსტად აი რაღაცა ჩანახატს ვაკეთებდი გიგაზე, ეგ ჩემი ინსპირაცია გიყო, თქვა, გიგას ვიღებდი, რომ ღორის წარმატების შემდეგ, თქვა, ნორმალურ ქვეყნებში, ხო, ფილმის წარმატების შემდეგ ეგრევე მეორე ფილმს იღებ, ან 2 წელიწადში ან რაღაცა, ხო, ჩვენთან ახლოსაც არ არის ჯერჯერობით იგეთი რეალობა, თუ რაღაცა სერიოზულ კომპრომისებზე არ წახვედი და ეგეთებიც ჩვენ არ შემოარიან ეგეთი ხალხი და იღებენ ფილმებს. რა ვიცი, აი ახლა მაგათ თავი გავანებოთ. ხო, ზოგადად კინოც ჩემთვის პირადად ხო შენი ადგილი რომელიც ასევე რაღაცნაირად ჩვენი ადგილი გახდა და კინოცენტრის და დღევანდელი კინოს მდგომარეობა რაღაცნაირად გადაება ერთმანეთს და ჩემს ეხლა რომ მკითხო ადრე ხო იყო ეხლა რომ კინო აკადემია ქვია და არავის რა გვიღება შიგნით ადრე ერქვა მაგათგის კინოს სახლი რა კათა კაი სახელია მე ვასე ჩემთვის კინოს სახლი არის გოსტოკი რა იმიტომ რომ ამდენს მე მგონი შეიძლება სადღაც კიდე ლაპარაკობენ კინოზე მაგრამ მე მგონი ამდენს სადაც ლაპარაკობენ სადაც არ ლაპარაკობენ კინოზე რა და კინოს წარსულზე მომავალზე და აწყოზე სამწუხაროდ რა ისე ჩანაწერი რო გქონდეს მაგის გამოცემაც შეიძლება და რაც გოსტოკში ხო რა ვიცი დღევანდელ დღეზე საერთოდ ხო გოსდოგი არის და ვაჩვენებთ კიდევაც კადრებს რაღაცა ადგილია სადაც გიგას სახთან არის ესეთი პატარა მანქანა სადაც ვისაც შეგიძლიათ ვიბზანდით და ილაპარაკეთ კინოზე და შეგიძლიათ დალიოთ ალკოჰოლური სასმელები კაჭა ყავა ვის რაც მოგინდებათ და გიგასთან ურთიერთობა ვისაც უნდა ისაც არა კლიენტები ხალხი ეხლა კიდე დამატების რუსთაველის 40-ია ზუსტად რო დავა კონკრეტულად კი ბატონო და რავი უკვე რამდენი წელია ესე არის 3 წელი არის ეს ადგილი კინემატოგრაფისტების და არა მარტო შეკრების ადგილია და საყვარელი ადგილია ან ისეთი ადგილია რომ შეიძლება გიწევს იქ გავლა და შევლა გიგასთან ხო რავი იდეაც ხო თავიდან ანუ კინოს გადაღების მერე ესეთი
რეალობა დაგიდგა შენ და ზოგადად ეხა მთლიანად კინემატოგრაფისტებს, რომ რაღაცა უნდა არსებობა საჭიროა და გინდა არ გინდა ყველა რაღაცა თავის გზას ეძებს, ხო? ეგ იყო ინსპირაცია შენი. კი. აი შენ სიუჟეტში ხომ მაგ თემაზე ლაპარაკობთ. ჯერ კიდევ მაშინ რა რთული იყო და ბუნდოვანი როგორ უნდა იცხოვრო, როცა 5 წელში ერთხელ იღებ ფილმს და ის დარჩენილი 4 წელი რასაკეთებ, როგორ არსებობ. და შენ როცა გადაიღე ეგ სიუჟეტი, მაგის მერე საერთოდ კატასტროფაში აღმოჩნდით და აბა მაშინ რა კაი დრო იყო. თურმე როგორ ქონა საშინელება იყო ეხლა. ხო, აი თითქოს რაღაცა აი სიგნალები იყო, მაგრამ მერე რაც მოხდა, ის მოხდა და ეხლა ხო, აი კინო მოძრაობა დაიწყო მერე, ხო? ანუ ბოიკოტში წავიდა ბევრი კინემატოგრაფისტი და ისე რაღაცა ეს გიგას ადგილი რაღაცა შტაბივით იყო და არის დღემდე და მოდი ეგეც თქვათ რატო Ghost Dog-ი, რატო ქვია Ghost Dog-ი ამ ადგილს. აუ ბევრი გამოიცნობს, მაგრამ თან თქვათ, რატომ დაარქვი? შენ უნდა თქვა, მე არა. შენ თქვი. ნუ ფილმია ესეთ ჯიმ ჯარმუშის. და იქ არის ესეთი მანქანა ჯიხური, სადაც ნაყინი შაუკანიანი ნაყინსყიდის კი. რამოთ არის მით ხო ერთმანეთი ის არის აი ეგ არის მეგობრები არიან კი ბატონო. და ეგ კაი ფილმია, მაგრამ ჯარმუში სხვა ფილმები უფრო მიყვარს, მაგრამ ეგეც კაი ფილმია ხო 200-ზე არის. შენ საყვარელი ფილმია ჯარმუშის თუ? არა. არა. ყველაზე საყვარელი არ არის, მაგრამ ეხა ნახე ბოლო ფილმი. არ მინახავს ჯერ. მე ვნახე. არ მომეწონა. არ მოგეწონა? არ მომეწონა, ამაზე მე შეიძლება სხვა გერჩინოს, მაგრამ ეხა რა პრინციპით არ მოგეწონა. ის ჯარმუში რაც მომწონდა მთელი მისი კარიერა. შეიძლება უკვე რაღაცა ის ხალისიც აღარ აქვს ცხოვრების, რაც და შემოქმედებითი ენერგია. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ის ხულიგნობა აღარ არის. დასევდიანებულია ძალიან. არ მიყვარს ეგეთი რეჟისორი, აი ალმოდოვარის ბოლო პერიოდი, იმიტომ არ მიყვარს, რომ ალმოდოვარი თავის პრაიმში რაც მახსოვს და როგორ კინოსაც იღებ და ყდება ნელ-ნელა რა ეს მასში და აი ეგ მასევდიანებს, ანუ როგორც როცა რეჟისორის პერსპექტივით განიხილავ რა ფილმს და ხო რაღაცა მოლოდინი ხო გაქვს წინასწარ რომ შედიხარო, აი ჯარმუშთან რა უნდა ნახო, კი ბატონო, ასაკი გემატება, წლები გადის, გეცვლება აზროვნება მათ შორის ასე, მაგრამ რაღაცა აი ჯარმუშის კინოზე შევედი რაღაცა ჯარმუში მინდოდა მენახა და ჯარმუში ნახე მე კაცო, მაიც არა, პირიქით ისინი გამახსენდა მე ჯარმუშის ნოველები რო ქონდა ტაქსისტებზე რო აქ და აი რაღაცა იქით წამიღო პირიქით ძველ ჯარმუში. იმაში გეთახმები რომ ცოტა ის დაეტყო ასაკი, ეტყობა ადამიანს გინდა კინოშიც და გინდა იმაში. როგორც წესი არ უხდება, ხო, ασაკი კი. ანუ აი შეიძლება დაღვინდა უკეთესი კინოები გადაიღო. ვინმე არის ზოგადად გახსენდება თქვათ რომ აი მე რო გაი ბოლო ფილმები მე ძალიან მომეწონა თავიდან მარკო ბელოკიოს ბოლო ფილმი მომეწონა ძალიან, რომელიც ბოდიშით ბელოკიოს 86 წლის ასაკში გადაიღო. ძალიან კარგი ფილმი, სახელი არ მახსოვს, მაგრამ იმას ვიზარდ. ამოვანათებთ მაგასაც. ხო რა, შენ თუ გახსენდება? ხო, არ ვიცი, არის კი, თქვათ, მარწყვის მდელოს ბერგმანი. ხო, ერთ-ერთი ფილმი არ არის? და მე მაინდა-მაინც არ მიყვარს. ხო, ზოგადად რაღაც აი შუა ასაკი კინოს კეთებისთვის ყველაზე კარგი ასაკია, ის ასაკი რა ასაკშიც ახლა ჩვენ ვართ და ამ დროს უნდა იღებდე კინოს. ხო, ეგ არის სხვათა შორის ადრე აი გიგასთვისაც მithქვავს ეგ და გვილაპარაკია ჩვენ მაგ თემაზე, რომ ეხლა ასაკად რაც ვთქვათ, ჩვენ თაობას აქ მე კიდე უფროსი ვარ და კიდე სხვა გასაჭირებია ამ ამბავში, მაგრამ ეხლა როგორც ვითარდებოდა ქართული კინო, ჩემი აზრით მიდიოდა რაღაცა აი ლოგიკურად უნდა მაგარ წერტილში მისულიყო რა. და უცებ ძალიან ხელოვნურად და რაღაცა გიჟურად გაჩერდა ეს ყველაფერი. და ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჯერ რაღაცა ინერციები სხვათა შორის 1-2 დღის წინ ვითვლიდი და წელს კიდე რაღაცა ფილმები გამოვა. იმედია კარგები.
ხო, სიტუაცია თუ არ შეიცვალა, ბოლო-ბოლო მცირე ფილმიანობის მცირე ფილმიანობაში ეპოქა შევდივართ, დაიწყება, ხო. როგორც გავიარეთ 40-იან წლებში ქართული კინოსაც, ნუ სამწუხაროა, თუმცა იმედი მაქვს, ვიმედოვნებ, რომ ეს ისე არ მოხდება, ხო? თუმცა ბიუჯეტი გაზარდეს კინოცენტრის, რო იცოდეთ. კი, მოდი, მე თუ გინდა ვილაპარაკოთ მაგაზე, მე დიდად ჩემთვის საინტერესოს არ არის დღეს იქ რაც ხდება მაგის ბიუჯეტის გაზრდით და ვინ იღებს და ასე შემდეგ მაგაზე ლაპარაკი. თუ გინდათ ვილაპარაკოთ, მაგრამ არ მგონია რომ საინტერესო იქნება. რავი, მოდი ვილაპარაკოთ როგორ წარმოგვიდგენია идеალური კინოცენტრი. მაგაზე კი. ეგ ძალიან რთული თემაა და ძელი თემაა რა. ხო, და მაგიტომაც ვამბობ, რომ რავი, ეგ თემა აი გოსდოკში შეგვიძლია. ხო, მაგრამ აი რა უნდა ვქნათ? რა რამე უნდა მოვიფიქროთ, ესე არ შეიძლება. უნდა შეიქმნას რამე ალტერნატივა. ხო, ამათთან ომი შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს. ალტერნატივის შექმნა სჭირდება დიდი ფინანსური რესურსი, ეს ვიცით და მე მგონი მოყვებერიც ხდება, რომ კინოს გადაღება ძალიან დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული. ხო, თან იდეალურ კინოცენტრს მართლა ძალიან შევსწავლოთ, გონია რომ ერთი მთავარი არის, რომ უნდა მოიხსნას წნეხი სახელმწიფოდან კინოცენტრზე რა და აღარ უნდა იყოს ცენზურა. ესაა მთავარი და დანარჩენი რაღაცა ბევრი რაღაცა დასალაგებელი იყო და არის და დალაგდება ძალიან ბევრი რაღაცა როგორ არის ის სახელმწიფოში რომ მეკითხებია რა გონია რომ სასამართლო თუ იქნა ამ სახელმწიფოში ყველაფერი მერე იქნება რა ეგრე მგონია იქაც თუ სახელმწიფოს წნეხი აღარ იქნება კინოცენტრზე რაც ავტომატურად ცენზურის ნიშნებს შეიცავს ყველაფერი კარგად იქნება და სამწუხაროდ ახლა ისეთი რეალობაა რომ სცენარამდე რთულია მისვლა რომ კომისიაში ვიღაცა შეგვიძლია სცენარი დაგიპოვო სახელები იბლოკება უკვე ადამიანების სახელებით და გვარებით არის რომ შენ ხარ პერსონა ნონ გრატა და მოშა და ასეთ რეალობაში ხო მაგრამ იქ ვიგიდან გეტყვია რომ შენთან დაიბლოკე თავიო და ეხლა ძალიან ან ბოიკოტში წახვედიო და ეგ გრძელი თემაა რომელიც ალბათ მართლა მაგით გადავღლით ეხლა მაყურებს ცალკე მე შეიძლება ბოიკოტზე როდისმე დავსხდეთ დავილაპარაკოთ არის დრო ჯერ მე მგონი არ არის ბაჩო მიუღებელი ბაჩო რო არ მიიღო კინომ აი ეს ძალიან კარგი ფაქტია ხო მიუღებელია ეგ კაცი ბაჩო არ მიიღო კინომ და ისევ ზის და თვითონაც ჩაგვეხსნა რაღაცა ხო მიხვდა რომ აბსოლუტურად არასწორად მოუნდა კინოში ოღონდ ყველაზე მეტად უყვარს კინო ალბათ იმ პროფესიებში ხო ოღონდ აი შრომას ფიქრს მუშაობას ყველაფერს გადაახტა და უბრალოდ მოინდომა ბიძამისის ხარჯზე და ეგრე არ გამოვა კი ბატონო ხო მოდი ჩვენ გკითხავთ ახლა შენი როგორც მსახიობის გამოცდილებებზე და გამოსილებებზე ასევე საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი ადამიანის ერმალ მაღრაძის ფილმში თამაშობ ეს ბევრმა შეიძლება არ იცის მაგრამ ეხლა მე ეს რო ვთქვი შემდეგ დამონტაჟებულ ვიდეოში შემოვაშენი ის ეპიზოდი სადაც ჩანხარ მის ფილმში როგორ მოხდა შენი ერმალოს გაცნობა ზოგადად მომიყვება კაცი ბევრი აქტიერი საყვარელი კაცი იყო აი კოტენ წეგარო ახსენა კინოსკოლაში მუშაობდი ზესტაფონის სკოლებში ვაჩვენებდი ფილმებს და ერმაულ ზესტაფონელი იყო და ერთ-ერთ ჩვენებაზე ბავშვებთან სკოლაში წავიყვანა ერმაულ რომ აი ელაპარაკა კინოზე აი თქვენ სამ პატარა ქალაქში ზესტაფონში ცხოვრობს ერთი კინორეჟისორი უკვე კარგი პონტია თან ამ კაცმა იცის უფლოდ როგორ გადაიღოს ფილმი მინდა და რაღაც კარგი პონტია კი ბავშვები იქნებ ამეყოლიებინა ესე უბრალოდ დაუკავშირდი და იცნობდი მაგრამ არა არ ვიცნობდი უბრალოდ ნუ ახლა ფანი ვიყავი მაგრამ პირადად არ ვიცნობდი და დაუკავშირდი სიამოვნებით დამთანხმდა და წამოვიდა ძალიან საინტერესო 2 საათიანი საუბარი მქონდა მე მითხრა რომ იქეთ კვირაშიო მე თბილისში ჩამოვდივარო და შენ დამჭირდებიო ფილმი უნდა გადავიღო და მე ვიფიქრე ან დასარჩენი ადგილი უნდა ან ამე დახმარება და მე მითხრა რომ აი კოსტუმი გავხსო უნდა გადაგიღო და აი ვერავინ ვერ დამითანხმებდა ერმაულს გარდა თქვენ იცით აი ხაც კამერა რომ მიყურებს ან დისკომფორტია ჩემთვის არ მომწონს და ხატრულ ნაწარმოებში თამაში მით უმეტეს ძალიან ტანჯვაა ჩემთვის
ოღონ ერმალს დავთანხმდი, იმიტომ რომ ეგეთი საოცარი შეთავაზება ცხოვრებაში ერთხელ მოდის და მაგის გაშვება არ შეიძლებოდა ხე. ხო და რა მოვლენაა ეს ერმალმა ყავს საკმაოდ დიდი ფან-კლუბი ყავდა და შეცაგერ ფანი ყოფილა ხარ. მე ჩემთვის პირდაპირ გეტყვი რომ გაუგებარია მაგისი არა და ძალიან ბევრი ხალხს აი რა არის ღადაობით მოგწონთ რომ ჟანრია რა. ბიჭო ტრეში ქვია ხო, მაგ ტრეში ჟანრს და ჟანრი. ნუ ტრეშის ხო და აი არ ვიცი მე ვერ ხვდები რა მაგალითად ცოტა მგონია რომ როევნები რომ მომწონს ეღადავები ხო და აი ძალიან სიფრთხილე უნდა დაიცვან რომ რაღაც ადამიანურ ეთიკაში დარჩე და კაც ცუდი რამე არ უთხრა. თვითონაც ხო იცოდა რა აი ეგ მაინც ძალიან ჭკვიანი კაცი ხო ვიცი თან ძალიან ბევრი წელი კინოში მუშაობდა რაღაცა ანუ განათლებით რეჟისორია და მეორე რეჟისორად მუშაობდა კინოსტუდიაში დიდხანს მუშაობდა ხო და აი სულ მაინტერესებს მაგ რადგანაც იცნობდი რა რომ ანუ რასაც აკეთებდა ხვდებოდა რომ ხო ხვდებოდა და აი რაღაც ისეთი მიამიტი არ იყო რომ ოცნებებში იყო და რეალობას აცდა რა იმასაც ხვდებოდა რომ პოპულარობა კარგია თავის ჭიასაც ახარებდა იმ ფილმებით და იმ ხერხებით როგორც ახერხებდა გადაღებას რაღაც აი ესე შუაში ვავირებდა ოღონ ილუზიაში არ იყო გაცნობიერებული ქონდა ყველაფერი კიდე რო აჩვენებდა ფილმს ძალიან ბევრი ხალხი იყო ამირანში ერთხელ გავგიჟდინდენი ხალხი ხო ის იყო რა თავის ჭიას ახარებდა მე ესე უყურებდი რომ ანუ სხვანაირად არ შეუნდოდა და აკეთებდა არ ვლაპარაკობ უბრალოდ არა მე ხო იცი რომ რას ხო იცი რომ არ ხარ ისა რა ქვია იოსელიანი არა მე არ ვიცოდი ამ მაგას ხო ათვიცნობიერებ თუ არა შეიძლება გეგონოს რომ კიდე უკეთესი ხარ აი არ ვიცი არა ეგ არ ეგონა ნამდვილად აი თავის კარგად ბრენდავდა საბზიანის ქართული ვარიანტი იყო ჩემთვის ჰუსეინ საბზიანი რომელიც ფილმიდან close up რომელსაც აი ჭირდება რომ ძალიან კაი შედარება კინო აკეთოს კინო უყვარს აი ეს ამ როლშია და აქ არის ბედნიერი და როგორი გამოდის ეგ ცოტა აღარ აინტერესებს ფან-კლუბი ძალიან კარგია, ხალხი ხვდება ყვავილებით და არა, კაი შედარება, არ უცნაური მიფიქრია ჰუსეინ საბზიანთან და ალბათ ხო, ეგ ყველაზე სწორი შედარება. საბზიანი არის იმას რომ მახმალ ბაფათ რო ასაღებს თავს რა. კი და მე ძალიან სერიოზული ფილმია და იმასაც ვუჩიოთ ჩვენ მაყურებელს. ხო, მე ეგ არ ვიცოდი, მე ეგ ხა მისი ბექგრაუნდი არ ვიცოდი თუ კინოსტუდიაში გამოდის. მაშინ შეიძლება თამასა სხვანაირი მქონოდა თავიდან რომ მეყურებდი. გამიკვირდა მეც ვნახე რომ ბევრი წელი მუშაობდა მეორე რეჟისორად თუ რაღაც აი აღარ მახსოვს. ხო, მე მეგონა ძალიან კუსტარულად იყო რაღაც დაკავშირებული კინოსთან, თავისთვის აიღო კამერა გადაიღო. არა, რომ დაინგრა კინო წარმოება, აიღო და ეგ მან დაინახა თავი და უცებ დაიწყო თვითონ გადაღება და თან ბევრიც აქვს, ხო, ბევრი ფილმი აქვს გადაღებული. კი, მე ძალიან სწრაფად იღებდა ფილმებს. და ჯგუფი ყავდა თავისი? ჯგუფი ყავდა, აი მაგალითად მე რა ფილმში ვთამაშობ, ერთი მარშრუტკით ჩამოვიდნენ, გადამღები ჯგუფი, მთელი ფილმი ერთ დღეში გადაიღეს თბილისში და მე საღამოს დაბრუნდნენ. კარგი. აი ესე დაურბოდი. რაღაც ეგეთი არის საჭირო რომ იძახდი, რა ვქნათ. ო, ეგეც გამოსავალ რაღაცა არის, ხო. შეიძლება ერთ დღეში არა, მაგრამ ორ დღეში გადაიღო, არ ვიცი, ხო. უცნაურია, მაგრამ ხო ფაქტია რომ აკეთებდა ეგრე. მოდიცი რა მოგვიყევი ხა შენ როგორ მოხდა შენ და კინოს დაკავშირება ერთმანეთთან. შეყვარება, მოდი, ერთი ნახვით შეყვარება კინოსი. აუ, არ მახსოვს ეგრე პირველ ნახვა, იმიტომ რომ აი რო დავიბადე დაბადებიდან ტელევიზორში კინო რო გადიოდა შემეძლო მე ყურებინა უსასრულოდ. ნუ მე 90-იანებში ხა ეს კინოთეატრები უკვე აღარ არსებობდა, აი კინოთეატრში მოწამული ტიპი არ ვარ, მაგრამ არც მახსოვს. აი იმიჯებად რამე გახსოვს ფილმებიდან, თქვათ რამაც აი რაღაცა შთაბეჭდება მოახდინა განსაკუთრებული. კი არის ეგეთები.
აი მაგალითად მახსოვს მეორე არხზე სანამ ფილმი გავიდოდა გადაცემის ქუდი რაღაც ჩაპლინი ხო. კი აი შერეკილები გამახსენდა ეხლა. რაღაცა ეგეთი და სინეფილი პრინციპში ხარ, ბევრი კინო გაქვს ნანახი. ნუ აი ადრე უფრო ბევრს ხო. ვუყურებდი. კი, აი მარტო ჩემი კინო არ მიყვარს. მე ზოგადად ფილმების ნახვა მიყვარს და კარგი ფილმი ყველას მიყვარს. ხო და თან მე რასაც უყურებ ეხლა თქვენ სამეგობროში და სად უყურებ? ბევრი კინოები გაქვს ნანახი. შენც ამირანსაც რო ველაპარაკებ, ბლომად ფილმები აქვს ნანახი ვთქვათ იქ პაპუნასაც რო აი რაღაც თქვენ თაობის რეჟისორს რო ველაპარაკებ, ბევრი ფილმები გაქვს ნანახი. აი ისე რა? მე ყველაზე მეტი ფილმი კინოსახლში მაქვს ნანახი. დიდ დარბაზში? არა, დიდში არა. დიდში აღარ იყო, პატარაში. ოღონდ პირველ კურსზე როცა ჩავაბარე, თეატრალურში ძალიან უხარისხო პატარა ტელევიზორები ქონდა, სადაც ფილმებს გვირთავდნენ, მაგრამ აი წარმოუდგენელი იყო იქ ფილმის ნახვა და ამ პირველ კურსზევე დაიწყო კინოსახლში, აი შუბას მამამ, ყოველდღიური ჩვენებები მართალია. და რაღაც აი ჩვეოსავით მქონდა თუ სადმე ვიყავი წასული, გამოვიდოდი, ნახავდი ფილმს, მე ყოველ დღე 6 საათზე ვიყავი კინოსახლში. უყურებდი კლასიკას ალბათ. კლასიკა, საუკეთესო ფილმები და თან არ მეორდებოდა ყოველ დღე ახალი ფილმი. არა, აი რაღაც დისკები, ტორენტები, VHS-ის კასეტები. ლარი ღირდა შესვლა. და რა ვიცი, ყველაზე მეტი ფილმი მანდ. და ერთი და იგივე ხალხი რაღაც სასტავი დადიოდით, ხო თუ როგორ იყო? კი, ეგრე იყო, მაგრამ კლუბივით არ იყო. იყო ხო ერთი და იგივე ხალხი, ზოგი სამხატვრო აკადემიიდან, ზოგი აი მოხუცი სინეფილი მთელი ცხოვრება რო φιλმებს უყურებს. ეგეთები არიან დღემდე ხოთაშორის. ძალიან ფესტივალზე რო დადიან ხოლმე და იგივე. აი მოხუცზე გამახსენდა ის, რომ ანუ იცის რა, რომ აი აქ არის და უნდა მივიდეს და მთელი კვირა კინოდარბაზში უნდა იჯდეს. მოგეთ კინოსახლში აჩიკო შუბაშვილმა კაი საქმე გააკეთა მაშინ. ხო. მე მაგ პერიოდს ვერ მოასწარი. ცუდი და დარბაზი იყო, მაგრამ ხო სხვა რა იყო. ნუ ეკრანზე უყურებდი და ხმაგესმოდა რა, ეხლა დღეს შეიძლება სახლშიც მაგარი ტელევიზორები გვაქვს, მაგრამ მაშინ რა ხდებოდა. ისე ბოლო და თანამედროვე კინოზე ერთი ორი სიტყვა რო გითხრა, აი ბოლოს რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად რაც ნახე. კინო. აი ის რა ქვია, ეს ირანული რა ქვია. It was just an accident. ჯაფარ ფანანი. აი ეგ დამახსოვრდა და მაგის მერე ნახე ტატო კოტეტიშვილის და ინეკე სმიტის ფილმი ნოსტალგია და თითქმის ყოველდღე ვფიქრობ მაგ. აი რას ვფიქრობ ხოლმე. აუ რაღაცებს კარგს არა. ის რო ის პერიოდი რაც იყო შეიძლება არა წარსულში ვლაპარაკობ ჩვენ ახლა ისე აქ და ახლა ფიქრობ რომ ნაბიჯი არ გადავიდგომს როგორც არა ნაბიჯს აი ზაზუნასავით უდგამთ მაგრამ აი ეს იმაჟი შუტრიალებთ ხო ხო ანუ ხო მაგაზე გვილაპარაკია ჩვენ ხო მახსოვს რომ ძალიან იმოქმედა შენზეც ამ ფილმს მეორედ ნახე ანუ ადრე მქონდა ეგ არის 90-იანების ბოლოსაა დამთავრებული ხო 18 წელსაა დამთავრებული ტატო გარდაიცვალა მაგ წელს შენ ფიქრობ რომ მანდ ვართ კი მანდ ვართ და აი ეგ ფილმი რომ ნახე ძალიან ცხადად გამოჩნდა რა მე მეგონა კიდე რაღაც მერე სადღაც წავედით მერე ისე დავეცით და რაღაცნაირად თქვათ კინოცენტრის პრობლემა მეგონა სათავე ამ ჩვენი პრობლემების და აღმოჩნდა რომ ბევრად შორს 80-იან წლებში დაიწყო და რაღაც უწყვეტი პრობლემაა და იცი ეხა უცებ გამიჩნდა ეგ კითხვა დოკუმენტური კინოს გადაღების მუღამი არ გაქვს მაგ როგორ არა და სტუდენტობის დროს გადავიღე კიდეც და მომწონს და მიყვარს დოკუმენტური კინო და ეგ ფილმიც მოგწონს და გიყვარს რომელიც გადაიღე არა ის ნუ ეხ სტუდენტობაში რაღაც ვარჯიშობ რაღაცა საუბრ რაღაც გამოდის რაღაც არ გამოდის არა ეხა უცებ რა ვიცი
არის უნახია ხალხს არა დოკუმენტური კი რო ხო ისა პახუდურო მაინც ეპოქას ინახავ შეიძლება არ გამოგივიდეს მაგრამ რო შეხედა უცებს ოპ რაღაც საინტერესო მეც არ მინახავს დიდი ხანი არ ვიცი ნახე და რა შეინახა არ ვიცი მოდი აქვე ურჩიოთ მაყურებელს შენი ფილმი და ჩანახატი როგორც შენ ეძახი გიგაზე ხო გოსდოგი ქვია დევს YouTube-ზე დევს ტელედოკის სერიებში და იქ გაიცნოთ გიგას ძალიან კარგად და მათ შორის იმ საზოგადოებას ვისაც ვლაპარაკობთ გოსდოგის საზოგადოებას ჯერ არის ხო ჯერ ის არის სხვათა შორის არის ხო მაგში ტრადიცია უკვე აი დაბადების დღეს იხდის იქ და იქ ამბობს რომ ჩემი მიზანი არისო აი ეგრე აგიხდეს ყველაფერი მაგრამ დანარჩენი ვერ ახდა კარგად სწორედ ჩემი მიზანი არისო რომ აქ იარულო კინემატოგრაფისტებო და აქ იყოსო შეკრების ადგილიო და ეგ 100%-ზე 200%-ზე შესრულდა და იმ დარბაზში იყო ჩვენება ფილმში არის შენი ფილმის ჩვენება არის კინოსახლში მათ დარბაზში და ეგეც შესულია ფილმში რომელზეც ლაპარაკობდი შენ ხო რამდენი ხანი კაი ნელა შეგვიძლია ბლიცზე გადავიდეთ ხო მე მგონი ყველ 40 მე მგონი 45 წუთია 50-ზე მეტი დავიწყოთ მაშინ ბლიცი აუცილებლად უკვე რაღაცა ისე შევყევით კაი ბლიცი ბიჭო რა გაუჭირე საქმე დენიროს დარბაზში კაი მაგას აღარ დენირო გიჩერე დენირო რა დენირო კაი ვიწყებთ ბლიცს კარგი გიგა ლიკლიკაძესთან რომელი ფილმით გააცნობდი მსოფლიოს საქართველოს შერეკილებით და რომელ ფილმს აჩვენებდი უცხო პლანეტელს საქართველოს რო აი რომ მიხდეს ეგრევე რა არ ვინ არის ქართველი რა უცხო პლანეტელი დედამიწაზე არის რა ხდება აი პასტორალი ჩაძიება არ შეიძლება შენ როგორ არ შეიძლება ჩაძიების ხო რატო პასტორალი მაინტერესებს გახსენდა ეხლა აი რაღაც ეს ჩემი ვინოს რო ვერ იყოფენ რაღაცებს რო ვერ იყოფენ ცოტა იაფასიანი ქცევები თან ეხა ნახეთ შეც ეხა ნახე კინოში არა ეხა არ მინახავს აუ დიდ ეკრანზე მაგარი იყო ხო მე кайხნის ემხრა ნახე უცა არ მაგარი აი რომელი ფილმის გაგრძელებას ნახავდი ქართულის სულ ერთი ქართული თქმი და ერთი გაგრძელებას აი ახო ხედი კიაროსტამის ეს კაცი როგორ გააგრძელებდა ცხოვრება საინტერესო იქნება. სხვა შორის არც გუგლება მგონი ერთხელ ვცადე რომ დღეს რა შვება ჰუსეინ საბზიანი სად არის და რას აკეთებს და არ ვიცი. არა ეს კიაროსტამა ძალიან გაასაიდუმლოა ეგ კაცი და ესე რეალურს და არარეალურს შორის დატოვა. 20 ნუ კარგი. რა 90-ში ხო კანი მოიგო მაგ ფილმმა. ხო არ ვიცი ხო კანია კანი მოიგო კი და 20 წლის მერე კანის ფესტივალი დაუკავშირდა რომ აი 20 წლის ხდება კიაროსტამის არის თუ მახმა კიაროსტამის არის ხო კიაროსტამის არის და ჩამოდითო რა შენ და საბზიანიო და რაღაც დაგპატიჟებთო წაულებებს მოგიწყობთ პატივს გცემთო იმიტომ რომ ჩემი ფიქრით დაინტერესებდათ გაეგო სად იწყება საბზიანი პერსონაჟი და სად ნამდვილი ადამიანი. თავარი კითხვა მაგ ფილმში ეგ არის, მაგის გარჩევა ძალიან რთულია და კანმა ეს ვითომ ჭკვიანური რაღაც შეთავაზა და კიაროსტამა მიწერა კანს რომ არაო საბზიანი ქვეყნიდან არასდროს არ გასულაო და ეხა მანდ რო ჩამოვიდეს ძალიან შოკი იქნებაო და არ შეიძლება ამ კაცისთვისო და მოდი ეგ ფული რაც უნდა დაგეხარჯათ ჩვენზეო გამოგვიგზავნეთ დოკუმენტურ ფილმს გადავიღებთ ამაზე და განახებთო რა და დოკუმენტური ფილმი გადაიღო მისმა სტუდენტმა და იწყება ესე რომ გულის შეტევა აქვს საბზიანს შეყავთ საავადმყოფოში ოჯახის წევრები მიყვებიან და შემდეგი სცენაა რომ გამოდიან ტირიან მოვკვდა და მე იწყება საერთოდ სხვა მხატვრული ფილმი
ანუ მანდაც ჩაკეტა რა, არ მეუბნება ვინ არის რა არის. შეიძლება დადგმულია ეგ? კი, რა დადგმულია. დადგმულია ცოცხალი იყო, მაგრამ მეგონა რომ დოკუმენტურად ფილმში მოკვა რა. ეს თემა დახურულია. აღარ უნდა გაარკვიოთ, სად იწყება პერსონაჟი და სად მსახიობი. აი მე ეგ რომ მოყევე ხა კიაროსტამის. აი ეგეთი დიდი ავტორები აკლია დღეს თანამედროვე კინოს. აი დიდი ტიპი, აი ხო სხვანა ორგანულად სხვანაირად აზროვნებს, სხვანაირად მხატვრული გადაწყვეტები. აი ეგ მასშტაბებს ვეღარ მასშტაბებს ვეღარ. ერთ-ერთი ბოლო იყო კიაროსტამებიშიც მაგას ვეღარ. დიდია სკორსეზეს, სპილბერგის ყველა, მაგრამ სხვანაირად დიდები არიან ისინი რა. აი ეს რო აი შემოქმედებითად დიდი ხარ. რომელიც შენ ცხოვრებაში აი როგორც ახ საზიანზე მოყევი. ალბათ კაკრას კიაროსტამს უნდა გადაეღო, კაკრას. უნდა გადაეღო კიაროსტამს და რავი, ეს ფილმი მეც ძალიან მიყვარს და შემიძლია დავუსწროთ ილაპარაკო. მოდი გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. კარგი. საქართველოს ისტორიიდან რა მოვლენაზე ნახავდი ფილმს? ან რომელ ისტორიულ ფიგურაზე? აი 90-იან წლები გადასაღები გვაქვს, გასააზრებელი გვაქვს, საფიქრალი გვაქვს. აი როგორ ვეთანხმები არა და რამდენს ლაპარაკი ყელში გვაქვს ეს 90-იანები და 90-იანები გააზრება საერთოდ არაა გააზრებული საერთოდ და ფილმებიც არ არის ცოტა და თუნდაც აი პერსპექტივები რომ ნახო მე ხო ერთ პერიოდი უყურებდი სულ საქართველოს დაბადებას იაგოს მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ ტუფტა რა რატო იცი ყველა ბიჭო თავის ისეთ პერსპექტივას ანუ მართალია რა და აბა მაშინ რატო კიტოვანი მაშინ კარგიკაცია რა და იგივე კიტოვანი ამბობს ყავს ჯერ ცოცხალი იყო რომ ჩაწერა ზვიადიო ეროვნული კარგი კაცი იყო კაცო ეროვნული კაცი იყო მაშინ რატო მოხდა ანუ ეგეთი სიგიჟეები ხო ანუ რაღაც ზღვარი ხო არსებობს სადაც ჩერდები მაშინ ყველა მართალი როგორ არის? რაშია პრობლემა? ხო, როგორ გავიაზრო? ხო, აო, არავინ არ აღიარებს. ყველა თავის პერსპექტივას ყვება, რაშიც სწორია იმ პერსპექტივიდან რითაც ლაპარაკობს. ალბათ. რავი, ძალიან ისე ლაპარაკობენ რა და შენც მაყურებელი გონია რომ ვა, ხო. ისიც ხო, მაგრამ რატო მოხდა მაშინ ეს, ხო? და რატო ვართ იწეღარას თქვი ნოსტალგიაში? რატო ვართ ისევ იქ? და რატო არის იმის საშიშროება, რომ ისევ აი ეგეთი ასე უბედურება მოხდეს ამ ქვეყანაში? საზოგადოებაშია პრობლემა ხო და ხო მაგრამ გააზრება ბიჭო პრობლემა კი არის მაგრამ გააზრება უკვე დრო გავიდა 90-იან წლების მერე და შეიძლება მაგაზე რა და კაი კინოს შეხედავდა გას ის მე არ მჯერა რომ მაგას გადაიღებს ის ვინც უშუალოდ მონაწილე იყო მაგ ყველაფრის და კარგად ახსოვს ხო არ ვიცი უნდა გადაიღოს აი შეიძლება მინიმუმ გიგას თაობა შეიძლება მე სხვათა შორის მომწონს თავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი. კი ბატონო, გიორგი თავართიაძე სუდი ხალხი. აი დათრეული აქვს ეპოქა რა, რომ უყურებ, გამახსენდა ის რაც ხდებოდა იქ. კი. და მიკუთვნებლობა არ ჩანს კიდე, ნუ არა. ო, იმიტომ რომ სხვა იმიდან შეხედა რა, მე ის ბავშვი ვიყავიო იქ ერთი ეპიზოდი რო. და რომელი ისტორიულ ფიგურაზე? მაშინ ეგეც გითხრა. რამდენზე არ გადაღებულა ისე. არ ეგ ის როგორი კითხვა, აი ძალიან ბევრია ხო, არ ვიცი, მაგრამ მოდი ქართველი დავავიწყო და ქართველი ვთქვა. ძალიან ბევრი. აი შევარდნაძე ესე მაგალითად. ხატრობ ზვიადიზე. ნუ ზვიადიზე ხო გადაიღო ვაშვილმა, მაგრამ ნუ ხო თითქოს ეხლა რაღაც სერიალიც ხო გადაიღეს. ხო ის სოხუმი. მე ძალიან მინახავს ხოთაშორის. ზვიადიზე ხო ის არ ვიცი რამდენ საინტერესო არის მაგათი ყველა მაგრამ ზოგადად აი 90-იანებს შენ 90-იანებში ხარ მოგლეთ აი უფრო მაინტერესებს ვიდრე მე-17 საუკუნეში რაღაც ეს ბომბე ისტორიის ნაწილი არ არის ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ვფიქრობ რაღაც მომავალი რომ ნორმალური ქონდეს უნდა გავიაზროთ ჯერ ეს გასაღებია მომავლის ამის გააზრებაში და გეთახმება აბსოლუტურად. ყველაზე დაუფასებელი ქართული ფილმი. მოდი ვთქვათ რა არის დაფასება, ხო. ნუ ალბათ პოპულარობა და ისა რომ აი ბევრმა ხალხმა იცის და ეს არის რაღაცა ესეთი ანუ უცნობი კარგი ხო ფილმი? უცნობი კარგი ფილმი ალბათ რას გულისხმობ ბატონო გიორგი? მე ესე მისმის აი საშა რეხუიაშვილის ბოლო ფილმი ყველა დოკუმენტური ფილმი და განსაკუთრებით დოკუმენტური უკანასკნელნი ესე ვქვია
შედევრია სამწუხაროდ. მაგაზე ვილაპარაკეთ ჩვენ, ხო, ნიაზის ეპიზოდში. ნიაზი საკმაგის მუსიკა გაკეთე. და შენ მოყევი ისტორია, ხმარო დაიკარგა და მე ნიაზმა რომ ეს მუსიკა დაუწერა მაგის გამო. კი ბატონო. ფილმი რომელიც აი გონია ზედმეტად გადაფასებული, overrated ერთგვარი. და აი ვერ ხვდები რატო მოწონს ხალხს ეს ფილმი რა. სიამ ეს ზედმეტი არასდროს არ არის კინოსთვის. აუ შენ თვლი რომ არ არის ხარისხი თქვა რაც თუ მოწონთ რა ვიცი ვიღაცა რა ვიცი კინო აი მრავალფეროვნება კინოში ძალიან დასაფასებელი რამეა ერთია მე როგორ ფილმს გადავიღებდი მაგრამ კინო ყველანაირი ჩემთვის ძალიან საყვარელი და მისაღები და სასიამოვნო არც ერთ ფილმზე არ მაქვს პრეტენზია რომ რატო აქ გადაფასებული იყოს იბატონო ეხა არის ეს თუ ეს უნდა არჩი ორიდან ერთი. კარგი. ენტონი ჰოპკინსი თუ გარი ოლდმენი? ენტონი ჰოპკინსი. ჯარმუში თუ კოენები? ჯარმუში. ელდარი თუ გიორგი? შენგელაიები? აი ეგ არის საუკუნის კითხვა. გააჩნია ცხოვრების რა პერიოდი მაქვს. ავერდობა ძალიან მიყვარს. მაგრამ ელდარი მაინც რაღაც სხვა ელდარი. ხო რა, ისეთი ბევრჯერ მithქვავს ალბათ აქაც. გიორგი არის ძალიან მაგარი ყველაფერს აკეთებდა. გიორგი არის ჩემთვის რომ მკითხო რომ ყველაზე მაგარი ქართველი აი ოსტატი არის გიორგი რა, იმიტომ რომ ყველა ჟანრში და ძალიან მაგარი იყო ყველგან რა. მაგრამ ნუ ეხ ჩემი საყვარელი რეჟისორი რო ვთქვა, არა თუმცა მაგის რამდენიმე ახლა იგივე ფიროსმანის და იგივე ალავერდობას და იგივე კომპოზიტორის მოგზაურობ, აი ხეცი იყო რა, იმენა რასაც ქვია მასტერი, რუსული სიტყვაა, ანუ ვიცი. ოსტატი თუ რა ვიცი, აი ძალიან ინგლისურად როგორ არის? არ არის ხო? ცალ-ცალკე როძმები, ანუ ესე ან დაძმა ეგეთი მაგრები, ანუ ერთად ბევრნი არის, მაგრამ ცალ-ცალკე და ორივე თან ორივე სრულიად განსხვავებულ კინოს იღებს ერთმანეთისგან. აა გავიხსენოთ, არ ვიცი, ხო. დარდენები, კოენები. ხო, მაგრამ ერთ ფილმზე მუშაობენ ეგენ. ხო და მაგაცავს ბევრი არიან ერთად. მეც სხვათა შორის მე ელდარს ვკითხე. ტავიანები, დარდენები, კოენები. ვის კითხე? ელდარს ვკითხე, მეთქი არ ქონიათ თქო არასოდეს ისა. და ზუსტად ვიცოდი პასუხი გიორგისთან ერთად უბრალოდ შეუძლებელი იყო გადაღება. სხვათა შორის იმასაა, გიორგის აქვს მიშა ჭიაურელი უმცროსი წინაზე ტატოს იმაში ვახსენეთ. რა ქვია იმ კინოს? ვენახში სიყვარული არა, სიმღერები რო ბევრივე, კახური რა, ერთ სიყვარული ყველას უნდა. ეგ არის ორი რეჟისორის, გიორგის და მიშა ჭიაურელის. ხო და ეხა იქ ალბათ ერთ რელზე იდგნენ და ეხა ელდარი და გიორგის აი ფილმების სამყაროს ეხება. არა, წარმოუდგენელია. ორი აზრი არ არსებობს, ხო, აუ რა მაგარი ფილმი იქნებოდა, აი ელდარი და გიორგი იღებდეს ფილმს მაგაზე. არა, აბსოლუტურად აი ელდარი მაგაში ზახთან, ანუ ის არის მე მეგრელი ვარო იმითი. ის კახელი, ანუ აბსოლუტურად შეუთავსებელი ტიპები იყვნენ. კი ბატონო. და ხო, იქ მეკითხა ხა გიომრას თქო მართლა სალცალკე ესე ორი ამ დონეზე დედმამიშვილი იყოს, კაი არ თქვა. აი დოლძეები ახლოს არიან. ვინები? დოლძეები. თედო და ხო, ჩვენი მეგობრები. ჯერ წინ. თან ერთი AI-საც ვება. AI. ისე AI-ზე კი მინდოდა კითხვა. რუსები. ვი კაცო ეხა, კარგი. ანჯალოვსკი და ის. ხო, ცუდი ხალხი. ხო, კაი რეჟისორები არიან, მაგრამ ხო. არ ვიცნობ მაგათ შემოქმედებას არც ერთის ასე. ისე AI-ზე რა აზრის ხარ, რადგანაც პირველი რეჟისორი ხარ, ვინც მოიყვა. ეგ ისეთი ამბავია რა, რას გვიზავს ზოგადად. აი ძალიან დიდი მეც არ მომყარებ, რომ ჩვენ სახლში დავჭდებით და AI-ით ფილმებს გავაკეთებთ, მაგრამ არც ის შიში არ მაქვს, რომ აი ეხა კინო დაიბრიდება, იმიტომ რომ AI შემოვა.
რავი, ერთი კარგი ინსტრუმენტი დაგვემატა, რომელსაც სწორად გამოვიყენებთ კინოში. და როგორი კი ბატონო, არის ხო, მაგრამ იმედია ეგრე იქნება და ხო და არ შეჭამს ბოლომდე, ხო? ვერ ვერ შეჭამს, მეც ეგ მეგონია, აი მაგაზიც ხშირად გვილაპარაკია შენთან მახსოვს კოსდოკში და ალკოჰოლური თრობის ქვეშ საინტერესო ხო მე და კოდეს დებატები მახსოვს. კაი, გავაგზა. შეგვიძლია ჩაწერის მერე გავაკეთოთ. აუცილებლად. სპილბერგი თუ სკორსეზე? სკორსეზე რა თქმა უნდა. ოკეი. არაჩვეულებრივი გამოფენა თუ ცისფერი მთები? არაჩვეულებრივი გამოფენა. გასეირნება ცისფერი მთები არ რატო? შერეკილები მთები უფრო მაშინ. მიყარ, აი შერეკილებიო. ძალიან ჩაცი ამბოლ ძალიან არ ვიცი. ერთი პატარა ნაკლი არ აქვს ფილმს. ნაკლი კი არა, აი ოდნავ ისე რა ასწორებდეს. ყველაფერი აი მაქსიმალურად ასწორებს. ეგეთი ფილმის გადაღება არ ვიცი. არა ხო 3 ხატრური ღირებულებით მეც მეთანხმები რა არჩეულური გამოფენა უფრო შეიძლება იყოს. ბიჭო, არა მე ისე ცისფერი მთები თავის პაატაშვილის კი ბატონო, მაგრამ რაღაცა სიგიჟია. არა, 3-ვე არის კი ბატონო, გააჩერა როგორ ხელა ლეველია რა. გასეირნება ყარაბაღში თუ თბილისი? გასეირნება ყარაბაღში პირველი. პირველი. ხო, პირველი. კი ბატონო. ფრანგული კინო თუ იტალიური კინო? ფრანგული. აი ესე მარტივად შეგიძლია თქვა. ეხლა მე უნდა მეთქვა რომ აი როგორ შემილია ეს ძალიან რთული კითხვაა ხო, მე რა ვიცი. ესე არის და ზოგადად აი მაგაზეც რას ფიქრობ, რომ ფრანგული კინოც და იტალიური მიდივართ პირველი მოგდისო ნეორეალიზმი და ახალი ტალღა ხო? მანდ მიდიხარ გინდა არ გინდა ეხლა აი სხვადასხვა პერიოდია ოღონდ ის 40-იანი არა რას ვიძახი ეს ჩვენთან იყო როდისმე კი ეძახიან ეს ქართული ფენომენი, მაგრამ აი ერთი სასტავი იყო ეგ, აი არ ვიცი რა. და მერეც თქვათ პოსტალინური პერიოდი რა, ეხა ეს თაობა, იოსელიანი არ ნახე რას გეუნები. განსაკუთრებით ახალი ტალღა. იმათვა ერთად დასხდნენ რაღაცა მანიფესტი, რაღაცა აქეთური რა, ეგეთი თქვათ მერე დოგმა იყო რაღაც ქართულ კინოში ეგეთი რაღაცა არ ყოფილა. აი ხა გიორგი დაილდარზეც ველაპარაკ. ყველას თავის გზა ქონდა რა. არა, აი ხაც თქვათ ხო, ამხელა მართალია კინოებს ვერ ვიღებთ, მაგრამ ხო არის ძალიან დიდი გაერთიანება თქვათ კინემატოგრაფი. მაგრამ ეგ არავის არ გაჩენია რომ ეს ეზოპეს ენა რეალურად ხო მაგაში იყრება მთელი ეს 60-70-იანი. ეზოპეს ენა იყო გინდა არ გინდა გამოძრომა იმიდან. ხო, მაგრამ 40-იანებში რატო ვერ იძვენდნენ მასე თავზე 40-ს? რაღაც სხვა ეპოქა დადგა და ამინით ლაპარაკი დაიწყო. ყველამ რაღაცა ეზოპეს ენა, რომელიც ფორმებში განსხვავებული იყო, მაგრამ ყველა სჭირდებოდა ლავირება, თან იცოდნენ რომ გადი აი ლანაზე, წინაზე ალბათ ლანა ღოღობერიძესთან მქონდა რაღაცა დისკუსია, რამოდენიმე ტერაპია საკითხების შემდეგ რაღაცა საუბარი, გადიოდა რა, არ იყო ესე რომ 60-70 რადიკალურად განსხვავდება 40-იანებისგან და მაგაზე არ შენ ხა ცენზურაზე და იმაზე წახვედი. ხო, ანუ ცენზურის პირობებში ეზოპეს ენა გამოიგონეს, რომლითაც ლაპარაკობ. მე სხვა რაღაცა ვთქვი, რომ ჯგუფი, რომლებიც გადაიღებდა იძახდა, რომ ჩვენ ვიღებთ ესეთ ფილმს. მე მგონი ეგეთი რაღაცა არ ყოფილა ქართულ კინოში. ხო და ეგ უფრო კარგია, რომ აი ეგეთი შეთანხმების გარეშე მოხდება. ხო, არა, ეგ რომ ერთად ცხოვრობდნენ, ერთად სწავლობდნენ, მეგობრობდნენ, ძმაკაცობდნენ და იმდენი ქონდათ ნალაპარაკები, აი ესე პუნქტებად შეთანხმება არც დაჭირდათ ალბათ. შეიძლება, ხო, არ ვიცი. იმ ახალ ტალღაშიც იყვნენ ხა ეს ვერ ვიტყვი რომ იმენა ის რაღაცა ის ქონდა. არა ხო დოგმასავით დოგმა არ ჩამჯდარან კი ბატონო. ნეორეალიზმის დოგმა იყო უფრო მეტად. ვიდრე ფრანგული ახალ ტალღა განსხვავდა. ნეორეალიზმის ქონდა თავის წესი. ფრანგულ ახალ ტალღაში კინომცო ისინი იყვნენ თან კინოკრიტიკოსები და რაღაცა მაგიმის ჟურნალის გარშემო გაერთიანებული ტიპები იყვნენ და აი მოკლედ გადაუხვიე. შემდეგ აი რა ნაწილია პრინციპში. რეჟისორებს გეტყვი და ასოციაციურად მოკლე დახასიათება გითხარი რამდენიმე სიტყვით რას ფიქრობ მის შესახებ. კარგი. შეიძლება ერთი სიტყვითაც რა ვიცი. მე მიყვარს ერთი სიტყვიანი შეფასებები. მაგრამ ძალიან რთულია. ხო, ოთარ იოსელიანი. ძართული რაღაც ძალიან. და ეს თავიდან რომ წავიკითხე პროდიუსერის დაწერილი ეს. მე ვფიქრე ვახ მეთქი ამაზე ჟელატინია. ოთარ იოსელიანი ჟელატინი? ჟელატინიო. არ გვინდა ჩაძიება. ჩაძიება უნდა გიორგობის თეა რა ჟელატინი. მაინც პაზოლინი. ღმერთი. ტარანტინო.
მასხარა. ბერგმანი. დეპრესიული კაცი. აი. ჩემთვის ეს ქვედა არის ეგ შენ რა. დეპრესიული ლარს ფონ ტრიერი. ის ყურადღების ცენტრში ეპატაჟური. ეპატაჟური. ჩარლი ჩაპლინი. ჩარლი ჩაპლინი არის ალბათ ყველაზე დიდი ადამიანი, ვისაც კინოში უმუშავია. თემურ ბაბლუვანი. პურისყანა. ოკეი. მე მგონი ეს არის. და ბოლოში გვაქვს ხოლმე 3 ფილმი. რეკომენდაცია უნდა დაუწყო ჩვენს მაყურებელს. კარგი, ერთი აბუსკია როსტამის ახლო ხედი, რაზეც აღარ მოლაპარაკეთ და ბევრს ნანახი ექნება, მაგრამ ეგ ის ფილმია, რომელიც პერიოდულად უნდა ახლო რომ გაგახსენდეს. მე თავიდან სანახავი, კარგად კი არ მახსოვს. უნდა ვეჭვარ. აი, უნდა შეეცადო არც ერთი ფრაზა არ გამოგრჩეს, ყველა დააპაუზოთ, წაიკითხოთ თუ ტიტრებით ნახავ. მეორე ფილმი იყოს აი ტატოს და ინეკეს ნოსტალგია და მესამე ფილმი აი ოიდიპოსი იყოს ბაზონი. კი. იმათო. ან დიდი მადლობა. თქვენ მადლობა. მოკლედ უნდა ვთქვათ ისე, ხო, გამოგვიწერეთ ხალხი. არა უშა შუა თავში და ბოლოში ვთქვით, ეხლა სულ ამას ხო არ ვიტყვით და თუ არ გვიწერენ და არ ჩვენ გამოვიწეროთ. რა გახსნა ჩამოგვიწერე. არ კი ეგ არის და